კილა ბაბუნიას мама გიორგი ბაბუნია ახალ სოფელი გვაქვს მარტო 6 ახალ სოფელი 1 ახალ სოფელი 2 ახალ სოფელი 3 თენგის ჩანდლაძე იპოლიტე ხვიჩია პროგრესი გამუნია მესამე ნაწილი მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, ეს არის Smart Podcast-ის მეხუთე ეპიზოდი. ყველა ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურებთ, ვინც გამოიწერეთ ჩვენი არქივი, ვისაც არ გამოუწერია კი, შეგახსენებთ რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, გააქტიუროთ ზარისხილაკი, უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და აკომენტაროთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ჩვენ აუცილებლად დავიკითხავთ, გავითვალისწინებთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს Aromatos, ძალიან დიდი მადლობა Nahi Productions. ეს მე ვიყავი, შეგიძლიათ ვარნიკე გააგრძელოთ. მადლობა ძალიან კარგი შესავალია. სხვადასხვა სტუმარი აგვიანებს მე მგონი და დაურეკე თუ შეგიძლიათ. ხო, მეც გამიგვირდა რატო დავიწყეთ. კარგი ხედავთ სამი ადამიანი ველოდებით სტუმარს, რომელიც არ მოსულა, ხო? ალო? ხო, რა შეიძლება? ხო, ჩაგიგდა WhatsApp-ზე ლოკაცია და რამდენი ხანი გინდა შენ? ას 1 საათი. ნო? ბიჭო, 1 საათში მოვალ რა. კაი, მაშინ მოდი ისე დავიწყოთ. სანამ სტუმარი მოვა, გაბუ გამარჯობა, როგორ ახლა? სანამ მოვა სტუმარი, დრო გავხსნა, შეგიძლია ისე ამოვა ჩვენთან ერთად. დაგეხმარებით სანამ ვინმე ცნობილი მოვა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის კარგი ბიჭები ხართ გიყურებთ თვალს გადავნებთ და წარმატებებს უსურვებთ მიხდარა ხუმრობა იყო. არა კი ეს გადაცემას მართლა საინტერესო საყურებელია კარგები ხარ რაც ეს სმარტები ხართ რა რაც ქვია სახელს ამართლებთ და შემოვიყვანოთ ადამიანს. კაი, შემოვიყვანოთ, ხო, შემოვიყვანოთ აუცილებლად, სანამ რამეს შეგეკითხებით, ჩვენ ესე გვაქვს ხოლმე, თუ უყურებთ ჩვენ პოდკასტებს, კი გესოდინება, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ხოლმე წარდგენები. იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურები ვართ სამივენი და ჩვენებურ ვერსიებს შემოგთავაზებთ მოკლედ და რომელიც მოგეწონება ამ წარდგენაზე შემოდი. თუ წინააღმდეგი არ ხარ. შემოვიდე რა ანუ გარეთ ხარ სიცივია არ ხარ შემოსული და შესაძლოა შემოხვიდე რომელიც მალე გამოვაცხადეთ მაშინ გავცილდი კაი, თორნიკე მიდაძე. უსაყვარლესი კილა ბაბუნიას мама გიორგი ბაბუნია. კაი. დღეს შენ ვერსიას ამბობ. ხო, ჩემ ვერსიას. ოკეი, მიდი. არა, იგივე შემიძლია გავიგებო, მაგრამ ჩემ ვერსიას ვიტყვა. კაი. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელსაც რესტორანი გინდა, ბარი გინდა, კაფე გინდა, გადახდას ვერ დაასწრებ. გიორგი ბაბუნია. როგორი იყო? კარგი იყო, გაკეთდა წავიდეთ სად. მე რა მაინტერესებს? აი, ბოლოს ვინაის? მე შემიძლია ჩართვა ვერსიები არა, ბოლოში ჯერ არ შემოსულა ხო არ ხარ და როგორ ვიტყვი რამას არა. საათი მოგვიანდება კაი, მეც გეტყვი ჩემ ვერსიას. იმერელთან იმერელი, მეგრელთან მეგრელი, ქუთაისელთან ქუთაისელი და თბილისელთანაც ქუთაისელი, გიორგი გაბული. ვაუ, ბრავო. ძალიან კარგი იყო, სერიოზული და მაგრამ ერთი ლარჩი ხო. ჯვარა ნახე კარგი გამოცხადებები იყო მართლა უბრალოდ ისეთი რა. მომეწონა, შემოვიდა და ამაზე კაცი. მაგრამ კირა ბაბუნიას იქით რეალურად თემა არა რა. აღარც მოგისმენია. არა, მოვისმინე უბრალოდ ჩემთვის დავტყვი, მაგრამ კირა ბაბუნიას ვერ გადავახტები რა, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად იცის ხოლმე და კირა ბაბუნიას мама გიორგი ბაბუნია. კი ბატონო. კარგი მამა. ძალიან კარგი, მივესალმოთ სტომას გიორგი, როგორ ახარ? მოგესალმებით. კარგად ვარ. კარგად, მადლობა. კარგად დავიწყეთ სეზონი ყველა მიმართულებით და განწყობა კარგია, მონატრებული მქონდა სამწუხაროდ. როგორ მოიახალ წლი? ეგ მოგვიყევი. შვენივრად, სხვათა შორის ახალი წელი მიყვარს ძალიან რა. სულ ბავშვობიდან მოყოლებული ხო არის რომ რაღაცა მე გინელდება დიდ ასაკში რა, მაგრამ არა რა, თოვლის ბაბუის ეხა რაღაც პონჩი ხანდახან ჯერა რა. მგონია რომ შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ზოგადად ეს ახალ განწყობა ძალიან მომწონს და ტრადიციულად სულ მივდივართ ხოლმე ქუთაისში რა, ოჯახით. ყველა დღე ეხა ამ წელს მაგალითად 4 თაობა ვიყავით უკვე რა, იმიტომ რომ ჩემი ბებია და ბაბუები, ბებიები და ბაბუა, დედა ჩემი, ეს მეორე, არა, მესამე მე ბარბარე და კირა ბაბუნია. ანუ 5 თაობა ვიყავით წელს შემრევლილი და ნინი რა თქმა უნდა, უბრალოდ ნინი გაბუნია არა და თავის გვარ თვითონ მიხედოს რა. ხო და ძალიან კარგად თოვლი არ იყო ჯერ გამიტყდა მაგრად რა, ანუ ახალ წელს იყო ის მზე. ხო, რაღაც ფოიერვერკიც გავუშვით, დავლიეთ. რა გავუშვით? ფოიერვერკი.
იყო? არა, ჯერ აღარ იყიდებოდა რა. ისე შენ რამდენი გავუშვი? რამდენი? მე საბედნიეროდ და როგორც წესია გავუშვი ჰაერში. ჰაერში ვისროლე, ახალი წლის შემოსვლა აღნიშნეთ, თუმცა გეუბნები რომ განწყობა მაინც ბოლომდე ვერ იყო იქიდან გამომდინარე რომ ახალ წელს ანუ ღამე 31-ში, ანუ უფრო ნახე 31-ში შევხვდი ზუგდიდში, ანუ კონცერტით შევხვდი, მაგრამ რო ჩამოვედი სახლში და რაღაც დაიწყო ამბები, გარეთ რომ გავედი, მივხვდი რომ პრობლემა იყო. ანუ მაისურით ვიყავი გასული ღამე ქუჩაში ხვდები და არ მციოდა რა. მანდ მივხვდი რომ ესე იგი რაღაც პრობლემაა. ანუ ამინდმა არ შეგიწყო ხელი, მაგრამ გატეხა რა. არასახალწლო თოვლი ძალიან ხდება რა. ახალ წელსთან ხო ისეთი პერიოდია რომ ყველა ჩამოდის ხოლმე თავის სახლებში რა. რომ თქვენც მაგალითად ხო ხო რუსთაველები ხართ, ნუ ყოველდღე რუსთავიდან დადიხართ, მაგრამ ნუ რუსთავში ხვდებით. კი, ახლა თორნიკეთს მაგალითად ახალ წელს თბილისში შეხვდა, მაგრამ უყვარს ხოლმე მოწასვლა. ჭიათურაში რაჭაში მაკეთ ხოლმე ბიჭები კიდე დანარჩენ. ანუ ყველა ხო ჩამოდის ხოლმე ქუთაისში ბევრი ჩამოვიდნენ ახლა რა თქმა უნდა ჩემები და მეთქი არ რაღაცნაირად დავწდები მეთქი რა. ანუ რომ ბევრი დალევა რო არ მომიძიოს თქვა, ანუ ვარ დიდი დალევა. ეს მანქანა რაც ვიყიდე. ბიჭო, ან არის ლურჯი ფერის. ეგრევე ხვდები ან რო გაივლი და ყველა რო ან თეთრი არის მანქანა და ან შავია ლურჯი ეჭველი იწვევი რომ გავუნია ჩამოსულია და მე იწება ხოლმე და ანუ ვერ დაიმალე. ხო, ვერ დავიმალე და მანქანა მწვავდა რა. კაი, მართლა. ანუ მანქანა ყველა რეკავდა ეს მანქანა დავინახეთ შენი და აქ ხარ ხო? არა, ვერ არა, აბა სხვა ლურჯი არ დადის. ხო, არა, კიდე რაღაცნაირი ფერია და წვავს რა მანქანა. მანქანის თემა. შენი მანქანა რა ფერი? ჩემი შავი. მაგითო თეთრია. ხო, მაგითო არ იწვება რა. სწორად შევარჩა. არა, თქვენი იწვება სამაგიეროდ კარგად მანქანები ზოგადად. აუ კი ძალიან არ ხეინეთ ეს. ხოდა გეცოთ მანქანა. კი, გაგას სახელმწიფო პერიოდი იყო, მაშინ და 2 წლის წინ შუშნიშანზე ცეცხლი გაუჩნდა მოულოდნელად და დაიწყო. და ჭიაკოკონობა აღნიშნეთ ყველა. ჭიაკოკონობა როდის არის ხოლმე? აი, როცა გეწובה რაღაც. უნდა გადააკეთოს. ანუ საბურავად უნდა დაიცვას და რა თქმა მანქანაზე ეყენა უბრალოდ. ხო, აი იგი ანუ ეგ იყო თორე მოხსნა დაგავიწყო და ეგრე ისე როდის იყო ხოლმე ანუ ხო ჭიაკოკონობა თუ არ ვწდები არის მარიო ბაროდისაც არის, ანუ აგვისტოში სადღაც მაგ პერიოდში, იმიტომ რომ ბავშვობაში იყო რა. უფრო იყო და ეხლა აღარ არის რა. ახლა მახსოვს ჭიაკოკონობა ხო? ხო, საბურავებს ვიპარავდით ხოლმე. კი, ძალიან კარგი. ყველას გვექნება ახლა ცუდი საქსიელია, მაგრამ გაკეთებია ყველას და მე დაგვიწავს და ესე გადავხტარ. მე ძალიან პატარაზე ხტებოდი, მაგრამ ცოცხალი კატამი თუ ცოცხალი კატა. ანუ უბანში ბავშვობაში ჯოკერს რო თამაშობდით ხოლმე, თამაშობდით კატამზე, ანუ სუფრაზე რა. და ანუ წვილად რა, ორი ხო ვარ ჩვენ 4 რა და თქვენ ორნი პირობითად თუ წააგებდით თან ჩვენ ორნი, შენ მოქონდა დოქს ღვინოს, ახლა ღვინო ყველას აქვს, თან იმერეც ისეთ ამბავია და ნუ კატამი რა, უნდა მოგვეპარა რა და მომიპარავს რა, წამია. გიდა გავიხსენოთ ბავშვობა და 2-2-ზე ვითამაშოთ კატამზე და ღვინოზე, თან ძალიან საინტერესო თამაში გვაქვს. კი, როგორც ვიცი. ოღონდ ჩაბარებებს ვართ. კაი, ხო, რა თქმა უნდა. ეს ალკე ვიდეოა. აი, ვითამაშოთ რა. მე როგორც ვიცი, მოკლედ, ჩვენმა ერთმა მეგობარმა, კარგმა ადამიანმა მოგვიმზადა თამაში, ოღონდ ჩვენს არ ვიცით რა თამაშია. უბრალოდ ვიცით რა თამაში არის, მაგრამ არ ვიცით შეკითხვები. ანუ აი, აქ გვიდევს ფურცლები. სადაც წერია სხვადასხვა რა მოკლედ და ჩვენ რომ ამას წავიკითხავთ 30 წამში ვინ რამდენს ჩამოთვლს. კაი, ალბათ იცით ეგ თამაში ხო? არა, ხალხს რომ დაუმტკიცოთ რომ მართლა არ ვიცით. აი როგორ შეიძლება? რა არის ხალხი დაინახე და. არა, არ დამინახე. გიგა შენსკენ არა. ნახე. არა, ხალხს როგორ დაუმტკიცოთ მართლა არ ვიცით. მესამიხსენით. მე არ ვიცი. მოკლედ, ამოვიღებთ, წავიკითხავთ. შეიძლება ეწეროს რომ მანქანების ბრენდები. და 30 წამში ვინ რამდენ მანქანის გამოთვლის და ეს არის გამარჯვებული იმ რაუნდში. ახალი თამაში შეიძლება არ არის, მაგრამ საინტერესო არის. ან ჩვენ საუბარმა მოიტანა და მე მგონი კარგი იქნება რომ ძალიან კარგად ჩას. ანუ როგორ არის ღვინოზე ვითამაშოთ. 2-2-ზე როგორ თამაშობთ ანუ. ერთი გუნდი თქვენი ყავით ერთი. ანუ ავირჩევთ ამ კითხვაზე რომელი გასცემს პასუხს. შეიძლება ამან ეს იცოდეს, იმან ეს იცოდეს რა. დაიწყეთ თუ გინდათ თქვენ. ანუ 10-იანს და კატამზეა. კი ბატონო, 10-იანი ღვინო. ანუ 20-იანი და გოჭი არის, ანუ 20-იანი და კატამზე 10-იანი. კი ბატონო, კატამი და 10-იანი. კაი, დაიწყეთ თუ გინდათ. კაი, წავიკითხო ხო. კაი, მოკლედ გიგას შენ წაი ხო, ანუ მე დროს დავნიშნავ ხოლმე და 30 წამში რა. კი ბატონო, ეგრე ვითამაშოთ. ანუ აუქციონი და მოვაწყოთ.
აუქციონი რისი? აუქციონი კი რა, პასუხების. პასუხების. კი ბატონო, აი მაგალითად ჩვენ თუ ვიტყვით რომ 5 ჩამოვთვლით, იმათმა რო თქვა 6 მე ჩვენ შვიდ ანუ ვაჭრობა ჩვეულებრივ. კაი, დიდი ბაზარი არის. და თუ არ გამოუვიდა ის წაგებულია ეს ხელი. აჰა. სულ ჩამოვთვალეთ მოიში. აი, მიდი აბა იკითხე რა. კაი, აუქციონი. ჩამოთვალეთ ქართველი იუმორისტები. აჰა. 30 წამში რამდენ ქართველი ჩვენ დავთქვა ვარიანტი რამდენს ჩამოვთვლი? ხო, 2. ო, ჯიგარი ხარ, ცოტა ქვემოდან დაიწყო. ვიტყვით სამ. პარასუდი რა არის? 4 შეხედვარ. გიგა მაგარი გაიშალა. სამი თქვა და ჩვენ 4 თქვა და მეხტეს ვეღარ ამბობ. ხო. ხედავ? მიდი. კაი, უბრალოდ დავკონკრეტდეთ, ანუ ცნობილი ტიპები უნდა იყვნენ, ხო? სცენარისტები თუ იუმორისტი აი რო ჩანან ეკრანზე. ანუ ხო, ეგ უნდა გვიყვარს, ანუ ხალხი მე არ ვიცი, აი ხალხიც უნდა ისწორდეს. ხო, ქართველი იუმორისტები. თორე ხა მაგალითად მე ვიტყვი დავხვათ გიორგი ლეონიძე, გივი მელაშვილი და პეტრე ასანიძე. ხო. ანუ სამივე იუმორისტია, მაგრამ ნუ ეს საზოგადო ცნობილები არ არიან. ტემო იოსა. კაი, მოდი ზოგადად იყოს. ანუ არა მარტო ქართველები. არა მარტო ქართველები. ზოგადად არა, ცნობილი იყოს, ყველაფერი კარგი იქნება რა მაყურებელს კარგი. ცნობილი. კაი, ცნობილი იყოს. ცნობილი. მაშინ მე დავტოვებ იქით ისე ტემო იოსაოს. კაი, 2 გვაქვს ჩვენ. 2. აი 3 ჰა. 5. ოპა. 5 6 6? ჩვენ დავთქვათ ახლა? ხო. მიდით. არა 6 ცოტა 7. 7 იცი რა, ბიჭო რა არის? ანუ გახსენების ამბავია თორე გაიხსენეთ რა 30 წამში თუ გაიხსენეთ. მაგაზე დაფიქრდი გაიგე? ხო. კი, კაც. ეხლა ფსიქოლოგიურად არის ძალადობა ჩვენ მიმართ, რო ჩვენ ჩამოვთვლით. არა, ჩვენ ძალადობა. მე ეხლა 7, ანუ ესე უცებ ვერ ჩამოვთვლი რა. მე გმობ ყველანაირ ძალადობა. კაი, თქვით რა. კაი, მოდი იმათ ჩამოვა. არა, თქვით რა. მოდი იმათ ვათქმევით. თქვით. ხო. იმათ ვათქმევით. და მე შევედაო. არ არის ცნობილი ხო? კაი, ოკეი, სასაფრებულ პოზიციაში ანუ 7 უნდა ჩამოვა. კი ბატონო. ე ბატონო. 7. 7. ჩარტე 30 წამი. კაი, ჩამოვიდა ხო? კი, კაც. დავიწყეთ. თენგის ჩანტლაძე, ოპა. კი ბატონო. იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე. დიდებს თუ ვერ შემოგვედავნა რა, ხო ხტები. აკაკი კვანტალიანი. შემდგომ კაი მივცეთ ხო საჯიჯი. გიგა, შენ არ ეხმარები. საჯიჯგრად მივცეთ ხო ჩვენი თავი. ამ ოთხზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, დიდებული მსახიობები იყვნენ. ჯიმი აბესაძე. გიორგი გაბუნია და ნიკა არაბიძე. ოპა. ეგა. 8 თქვა. კაი, 7 შეიც. ეგა 7 თქვა. 7 თქვა. 8 ვერ თქვა. რა პრობლემა. 8 ვერ იტყოდ. მართლა ვერ. ანუ ხო. ვის ვერ ვიტყოდი რა? მე 30 წამში თორე მე უბრალოდ ვარჩევდი ვინმე თქვა თორე თავში ძალიან ბევრი მეტრია. კაი. ხო, არა 1-0 ხო? ვიტყოდი. სიმართლე რო გითხრათ, მე 15-16 მომაბიქრე. აბა ვინ დიდე? 15-16. არა, შეიძლება შემდეგ კითხვაში იყოს. ამიკო ჩოხარაძე. ხო, არა, ბევრია კი, რა თქმა უნდა. 1-0 დაწინაურდით. დავწინაურდი. სადამდე ვითამაშე? შევწყვიტოთ აქ 1-0-ზე და მოვიგებ. აი, ამოვწუროთ. ამოვწუროთ, შევხედეთ. აი, მეორე ეხლა თქვენ უნდა თქვათ, ხო? მეორე არა, შეიძლება იგივე თქვენზე იყოს. ჩამოთვალეთ ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბები. ოპა, ავსტრალია? კაი, მოიცა? 4. 4? მოიცადე, მიგა 4. ფეხ საფეხბურთო, ხო? საფეხბურთო. ავსტრალიის. კი, კაცო. მოიცა 1 წამი, იცი? 4? 1 წამი, 1 წამი. აჩა შეხედეთ ესე იგი. კამბერა უეჭო. ისე თამაშია. სიდნეი. სიდნეი FC. კამბერა რა შეიძლება? ეხა, ხმამაღლა. კამბერა რა შეიძლება? არა. კამბერა დედაქალაქია. არ ყოლება ეს გუნდი? 4-ს ვიძახი, რა პრობლემა? 4 ავსტრალიის ფეხბურთის გუნდი. კი. გაგიმარჯოს ღმერთმა მინის რომ მე არ ვიცი. ეს თამაში გაბუნია ხო არ მოიტანა? არა, ბიჭო. ეს კირა ბაბუნიას მოდარი. კაი, 4 უნდა ჩამოთვალო. აი, ჩამ მოგვიგეთ. მე ერთსაც ვერ ვიხსენებ, სიმართლე რომ ერთი სიდნეის ეყოლება გუნდი ეგ ვიცი. სიდნეის ყავს 2 გუნდი. ჩარტე. 1 2 სიდნეის ყავს 2 გუნდი. მართლა ვაყოთ, ანუ 2 სიდნეის გუნდია, შეგიძლიათ შეამოწმოთ. შემდგომ ადელაიდე სიდნეი ეგრე ქვია. სიდნეი 2? სიდნეი 1, სიდნეი 2, ან შეიძლება სიდნეი FC სიდნეი და რაღაც FB სიდნეი, ნუ 2 სიდნეის გუნდი არის. ადელაიდე კიდე ისა რა ქვია, ნიუპორტი და 4 შეგა. ეგა. ადელაიდი არის, კი ბატონო, 2-2 თამაშია ოკლენდთან. ოკლენდი თქვი? ოკლენდი არ მithქვას ამარი. კაი, იქნება ხო ეხა ადელაიდი თუ გაიხსენა, იმასაც აი, იცის ხელოვნები ხო 2-0. ფეხბურთი მიყვარს ძალიან. შემდეგი მიდი 2-0-ს გვიგებთ ეხა ხო რა კი ვქნა. ბატონო. კაი, შემდეგი კითხვა, ვნახოთ. ჩამოთვალე სპორტის სახეობები, სადაც ბურთი არ გამოიყენება. არ გამოიყენება. კაი. კი ბატონო, ჩვენიერი. 2.
3 თანამარ 4 სადაც ბურთი არ გამოიყენება? 4-ვე სიტყვი? თუ 3 სიტყვი და 4. 4-ს ვიტყვი. კაი 5 ვიტყვით ბიჭო. ბურთო სპორტის სახეობა. ბურთო რა ებია? ვიტყვით, ხო. ებია. კაცო, ბურთო? სპორტი? ხო. 10. 10 არა. ანუ ყველა 3 წამში ფიქრობ ერთს? კაი, კი ბატონო, ჩამოთვალე. ბურთი არ არის? სადაც ბურთი კაი, არა. ჩამოთვალე. დრო დაი. ოღონ ერთ მოიცადე ეხა შენი თან წავიდა მიდი. ძიუდო, თავი კლასიკური ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ტაეკვანდო, კარატე, ისა კერლინგი, ბამბინტონი. თუ ბამბინტონში ითვლება ის თვით იმას ბამბინტონის ბურთი. აი, კი ბატონო, კერლინგი, მე არა, თუ გინდა ვისაუბროთ ბირთვის მაგაზე არის თუ არა? ბირთვი მრგვალი არ მე არის. ბურთი არ არის, ბირთვის ძიმე ბურთი. ბირთვის სპორტსნა, ფორმულა 1, ისა თავის ჭოკით ხტომა, გიგა, არა, დოღი სპორტად არ ითვლება დოღი, კი ბატონო და ციგურებზე სრიალი, всё. ეგ არის. ბიჭო, არა, ერთი იყო რაღაცა თქვა. 29 და 90. ის ბიჭო, კრიკეტი არ თქვა თუ რა თქვა? კრიკეტი არ მithქვამს. კერლინგი ვთქვი და კერლინგში ბურთი არ არის. არც სპორტსნაში, ანუ ბურთი არის. ჩოგბურთის ბურთი კერლინგზე არის სასრიალო ისა რა. იმის სპორტში არის ბურთი. ხო და მაგას ძიმე ბურთია თქო, მაგას ვეუბნები არ არის ბიჭო. ბურთი, ის არის რკინა. რაც აქვს კენის ბურთი. პირკი არ ქვია, თქვენ თქვით ბურთი სადაც არ გამოიყენება. არ არის ბურთი. მაყურებელიც მეხმარება. აუ, მეგობრებო, თუ მოგვატყუეს მეზათორნიკი აუცილებლად კომენტარით და არა, საო, ჩაგრავენ ძალიან და გამოიწერეთ აუცილებლად რა ჩვენი. ანუ 3 ანუ დღე. სპორტზე ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. ანუ არ ვიცი, მოგვიმზადეთ. ხები და უბრალოდ დროს დააკვირდით რამდენი 29 და 98. კი ბატონო. მოგე. 13. დასანახებები. ჩამოყალეთ აპლიკაციები. ოპა. ბავშვების თქვენი ახლა. 30-დან 30 წუთის თორნი. ამასობაში რა ანგარიშია ჩვენთან? 3-0-ია მყარი. 2 3 4 5 6 7 ვა. რომ ხმარი. 9 უთხარ. აი, მოდი. მეტი რა მოგიხმარი. კიდე კიდე რომ მოგიგო? 9. ცოტა ის აი 9 და ჩამოთვალე. 9. 9 ნახევარი. რაც სანახევარი. ანუ ერთი აპლიკაცია ბოლომდე კაი 10 თქვი მიდი აბა. 10 თქვი მიდი. ვერსია რა. მიდი 10 თქვი. 10. აპლიკაცია? 10. ხო. ეს ტელეფონს გამოკანები შემიძლია. არა. კაი ჩამორისკავ რა. 9. არა ბიჭო 10 ჩვენ თქვი და 11 თქვი და 11 სიტყვი უსვლა, გასხმარი, ბიჭი კარნახო. შეუძლია ხო? აბა რა, შეგვიძლია. აბა წერემას რატო უშლი? ეს დაგვიჯერა მე, დაგვიჯერა. რა ჩეჩეტი ხარ? აი მიდი და 3 ნოს ვიგებთ. იო, აი. მიდი. 11 ნო ჩამოთვალე. ნიკო, შევეცო მე დაიწყო. კაი, დაუთხო. ესე იგი Facebook-ი. აი, რა თქმა ერთი წამი. კაი, არ უნდა დრო ეხლა, რა თქმა უნდა. აი, მე დავიდო. მაცა. ნიკო, მანიშნე ხოლმე რა. ჩარ ტელეფონი რატო გაქვს ხო და ხო. 1 2 3 წავიდა. Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, X-ი, Gmail-ის აპლიკაცია. იმის საქმეა. YouTube-ი, 3 წამი დაგჭა. YouTube-ი, Discord-ი, Snapchat-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი, Signal-ი. WhatsApp-ი, Telegram-ი, Signal-ი, WhatsApp-ი წერან თქვი. WhatsApp მე აი, ჯერ არა არის. აი 8-ზე ხარ, 7-ზე ხარ. 7-ზე ვარ? ხო. ბიჭო, ისინი ხო არის? 8-ზე ხარ თქო. 8-ზე ხარ, ვა. სუპერის აპლიკაცია. მისი? TBC, საქართველოს ბანკი, Liberty ბანკი. და მოიგე. მოიგე ხო? აх, შემი კიდე კაი შესხები მაქვს. კარგი ამ ბანკებმა ხოლმე ყველა დამოწია თორნიკეს აიხმარა ეხა მარტო. მადლობა. აი მაქვს. და რაში დაიხმარა რასიგებს კათავს და კათავს და ბანკებმა მოაგები, ბოლოს რომელი ბანკი? ბოლოს Liberty. 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 აი, მოგეხმარა ყველას. კაი, შემდეგი ხო გადავიდეთ. 3-1. სამით ერთი. კიდე 3-1-ია და 2 კითხვა გვაქვს. კი, ბატონო. ან შეიძლება გაათანაბრონ, ან შეიძლება ჩვენ მოვუყო. ერთის თუ მოვიგე. ეხა 2 შეკითხვა დარჩა? ხო, ეხა წვიან დავუთხო. ხო, და მე დაწაბულია იყოს. ხო, მაგრამ მე ნიფრე არის. ჩამოთვალეთ იტალიური გუნდი მილანის ფეხბურთელი არასწორად იტალიური გუნდი მილანის ფეხბურთელები. მილანის ფეხბურთელი. აჰა, დაახლოებით მიხვდი ვის დაწერილი საქმე. კი, მე ზუსტად ვიცი ვის დაწერილი საქმე. აი, დავიწყოთ. აი, საშინელი ბავშვი. 3 4. აი, ხა დაუთმოთ. ამინდი, მოგეთქვი? 4 ხო? 7. ერთს არ მოქმედი? ძაბავ ხოლმე ეგრე. არა, არა, აქ წერია რომ მილანის მილანისა და ყველა? კი, კი შეგიძლია ყველა. 4-15 მიდი.
მიდი 15 უთხარი ბიჭო. კალაძე. არა, რა შვები? 15. 15 და ჩავთო დროს. 14 თქვა კალაძე. 14. 15 თუ 14. თქვენ რამდენი? 7. 15 რატო თქვა? 8. 10. 10. კაი. წარმომივიდა. 10. 10. 11 არ თამაშობს. 11. ჩამოთვალე, ჩერდები. ნიკო შენ დაიწყე რა გეხოცები რაღაცა გააკეთე. 1 2 3. ბალდინი. დიდა. მიდი ბიჭო. მალდინი, კალაძე, ზედორფი, პირლო. შევჩენკო, პირლო, ლეაო, ტეო ერნანდესი, მაინანი, მენიო, პოლისიჩი, ისო გევასო ოკაფორი, მორატა, მორჩა 22 წამი მეგობრებო. კაი, 3-2 და გადამწყვეტი რა. გადამწყვეტი. ჩამოთვალეთ ქართული სოფლები. ოპა. კაი თუინა რაიონი ავირჩიოთ. ისეთ რომ გაგვიჭირდეს რა. არა. სოფლები იყოს, შეზღუდვა არ იყოს რაიონების მიხედვით, იყოს ქართლიც, კახეთიც, იმერეთი. სოფელი ზოგადად. სამეგრელო. აი დავიწყოთ. 10. 20. 20 ან ვერ იგზავ რა, შეუძლებელია უბრალოდ. ან ვერ გააკეთე. 20 სოფელი? კაი, დაითანხმენ. 21. არა, 21. რა შვები ბიჭო, არა. მაინც არა. всё, არა. 20 რა უნდა ჩამოთვალო? 1 სოფელი საქართველოში. სოფელი ანუ 21 სოფელი უნდა თქვა. წავიდა. 1 2 3 წავიდა. სურამი არ არის სოფელი, დაბაა. ზნაკვა, ჟორჟ ხაჭრებალო. ის არაფია. ჩორჯო 1, ტოლა 1, ტოლა 2, ბუგეული, ის რა ქვია? ის რა ქვია, შაქრიანი, 11. გავაზი, ის რა ხრეითი, ქვაციხე, ის რა ქვია, აუ რა. ნიკორსვა, ერევი. ახალსოფელი 1, ახალსოფელი 2, არა. მორჩა, ზუსტად 19-ზე, 19 რო თქვით იყო უკვე 31 და 17. კაი, მე 20 ჩამოთვალე. შერაში ის დაგეთხო ჩემთვის ანუ უბრალოდ რა არის? სამათევი იყო გიო. 21. მე საერთოდ არ ჩამომითხრე ის. არა, შესაძლოა არის მიგე მონაწილეობა. არაფერი არ გამომწევი მოვიდი. სიმართლეს გეტყვით რა, ანუ 21 იმიტომ ვთქვი რომ გეგონა რომ მერიხოდით ბევრს ხო? და ხო გითხარი არ გააკეთე. გამოცდილება. ანუ არც მიფიქრია, მანამდე არ ვიფიქრე სოფლებზე რა შეიძლება რომ ჩამომეცნო. ძროსლი ვარ, მაინც რა საკითხი ძროსლია ბავშვებში. არა, უბრალოდ საინტერესო იქნებოდა გიორგი გაბუნია 20 სოფელს რომ კიდე თამაშგარეთ რაღაც რამე ჩამოათვლევინოთ. ანუ აი 20 სოფელი მაინტერესებდა გიორგი გაბუნია რაც ჩამოთვლიდა. 20 სოფელი? მოდი გიდან დროსაც დავნიშნავ. იქნება 4-3 გაკეთდეს. 20 სოფელი. კაი. ოღონდ არ იმეორებ ჩვენებს, ხო? კი ბატონო. კაი. მათ თქვენებს არ ვიმეორებ რას ნიშნავს? ჩვენი სოფლებია. კაი, ექსტრა ჩვენი სოფლები. კაი, დავიწყე. ახალ სოფელი გვაქვს მარტო 6. აბა 4. 4-ზე გავჩერდი. ხო. 4. ახალ სოფელი გვაქვს 4, ецერი გვაქვს 7, ეს შენი 11. რა შევაჭი? კი, შეიძლება მეტია და ецერი ბევრია, ყველგან არის. ყველგან არის ецერი. მე ეს ამდენია 11, ხო? აუ, ერონა დამოვიწყდა წეღა. ერონა. რავი, კვალითი, საზანო, საკასრია, ჩუმათელეთი, ხრეითი, ჭრევალო, ან ჩამოთვლი. ხო, просто 30 წამში თავიდან დაიწყე ძალიან ჩქარა, ან 11 ჩამოთვალე ძალიან ჩქარა და მე ვსტა. მე ტემს მართლა რამდენი ისე ახალ სოფელი? მეტია უფრო სწორედ. არა და 13 ჩამოთვალე. ახალ სოფელი? ახალ სოფელი? 7-იო და 11 არა. არა, ახალ სოფელი ვიცი რომ არის ხო 5 თუ 6. არა, ეწერის ბევრია, ძალიან ბევრი. ецერი რაჭაშიც არის, იმაში. თუ ვიხარ შეათურაშიც არის. არ მაცადე და ახალ სოფელს გადაყევ. ახალ სოფელი 4 ბიჭო და 6 უნდა გვი. ციკა 21 გამოვიდა. ხო? მოკლედ თან ახლა რა გავაკეთე ისი? ნიკა. ყველა სოფელი ხა ვისკით, ყველას მოვიკითხავთ საერთოდ. ხა ვინ ჩამოთვალეთ? და საერთოდ შემოვივლე ეს ქვეყანა. სამ გვიყვარს სოფელში ჩასვლა, იქ ყოფნა, დროის გატარება, აქ ვიცვათ, ყველას ვიცი დარწმუნებული ვარ.
კი, მე მგონი ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ძალიან კაი, ეხლა დავტესტეთ და ძალიან კარგი გამოვიდა. ანუ შეგვიძლია ხოლმე რომ სტონეთანაც რაღაცები ვიცავთ. ანუ ჩვენ მოვიგეთ ქათამი და 10-იანი. 10-იანი. ვის მოაქვს 10-იანი, რომელს მოაქვს? მე 10-იანი და ქათამი რომელს მოაქვს? ქათამს მოვიდან ეხლა და კაი. 10-იანი შენ. 10-იანი ხო მოვიდან კი. ბოლოს პროპრავ იყიდება ის ფოთლები და. იქნება აუცილებლად ეგ ამბავი. გავაგრძელოთ ახლა და ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერად, მანამდე საუბრობდით რომ ძალიან გვინდოდა ამ თემაზე საუბარი რა გაბუსთან რომ რაზე? წარმატების ფორმულებზე რა. ხო. ძალიან დიდი ხანია გიცნობთ და აი გიცნობთ დიდი გზა გაიარე. ხო, ძალიან დიდი გზა გაიარე რა. გვინდოდა გვესაუბრო ამ ყველაფერზე ხო რომ საიდან დაიწყე? რას აკეთებდი, როგორ აკეთებდი, მონდომებული იყავი თუ არა და გჯეროდა თუ არა რომ აუცილებლად მიაღწევდი ბოლოს იქნებოდი წარმატებული ადამიანი რა. აი საიდან დაიწყე? ამ სფეროში გიგითარდა თუ სხვა სფეროში თავიდან. აი ამ ყველაფერზე მოდი ვისაუბროთ და მე ჩვენი როლი ჩვენ ცხოვრებაში ეგეც ხო, რავი, ახლა მაგას. ჩვენ ხა გიცნობთ ერთი გეპეიშნიკი ბიჭი იყავი სტუდენტი. ახლაც მასე ვარ კაცო. რა, ეხლაც ეგრე ხარ, მაგრამ გეპეის კურსდამთავრებული. უბრალოდ ეხლა თორე მასე რა. როგორი გზა გაიარე გავ. რავი, ახლა მაგაზე შემიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკო, მაგრამ რომ არ დავღალო თქვენი მაყურებელი და თქვენს, ვიტყვი ისე მოკლედ რომ ანუ ალბათ რამდენიმე კრიტერიუმი ჭირდება ჩემი აზრით იმას რომ წარმატებას მიაღწიო ადამიანი. შევეცდები ჩამოვთვალო და ჩამოვთვლა რამდენი გამოვა ვნახოთ ერთმანეთს და შემდგომ მე ვიტყვი რა. ანუ აუცილებლად ბევრი შრომა, ანუ არაბუნებრივად ბევრი შრომა, ძალიან ბევრი იმედგაცრუება, ეს საჭირო ატრიბუტია ძალიან. გამართლება აუცილებლად, იმიტომ რომ როცა ბევრ შრომობ, ცოტა გამართლება გჭირდება და ბევრ შრომას შორის მოაქვს ეს გამართლებები. ოჯახი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რომ ამ დროს ოჯახი უნდა თავდეს ძალიან კარგად და მეგობრები. 5. აუ. 5 კრიტერიუმი. ამ 6-ე თავისი ზემოდანაც ცოტა უნდა დაგაბერტყონ რა. 6. არ მიყვარს ციფრი 5. 6 გირჩევთ, 6 მიჩემ. თან 6 როგორი რაღაცა იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მართლა ხუმრობის გარეშე. იღბალი რა. ხო, ანუ არა, იღბალი არა. წყალობა რა. პლუს წყალობა. კი. თან ახლა ნუ მე როგორც მორწმუნე და მართლმადიდებლოს ასე მჯერ ახლა მე არავის რაღაცა რელიგიურ წამსში არ შევდივარ, ყველას თავისი რა თქმა უნდა და პატივს ვცემ ყველას მათ აზრს და მათ შეხედულებებს, თუმცა შეიძლება არ ვიზიარებ. მაგრამ პატივს ვცემ. შესაბამისად ასეა ჩემთვის რა და ეგა ანუ გეტყვი შრომა ხო ისედაც ვიცით, ეხლა თქვენ ძალიან შრომელი ბიჭები ხართ და დღემდე ძალიან ბევრ შრომობ და მე ძალიან ბევრ შრომობ და მადლობა ხმებს ყველაფერი ნორმალურად გვაქვს. შრომა ხო ყველა კონჩი ვიცით რომ საჭიროა სულ. კი. ბევრი იმედგაცრუება იმითოა საჭირო რომ სწავლობ რა. ამ იმედგაცრუებაში მან რა არის, ნახე, იმედგაცრუება შეიძლება ბევრს კონდეს, მაგრამ მან და არის ამ იმედგაცრუების საკუთარი თავისთვის კარგად გამოიყენე. ხო, რა თქმა უნდა, თუ ვერ გამოიყენე, მაშინ ნუ სულელი. თუ ესე იყავი რომ აი ხო, აი ესე ანუ ნახე, მან იცოდა ხოლმე რომ ბიძა ჩემა რა. ერთ კარგი ბიძა მყავდა, ეხა სამწუხაროდ აღარ არის. აცმანოს მერთვა და იმან იცოდა ხოლმე რომ ნახე თუ ესე იგი 5ჯერ ერთ და იგივე შეცდომა დაუშვი და 6ჯერ და 7ჯერ ვერ ისწავლე რა. მაშინ სულელი ხარ. თუ ეგრევე ისწავლე შეცდომაზე, პირველივე შეცდომაზე რომ ეს რაღაც კონკრეტული არ უნდა ქნა, მაშინ ჭკვიანი კაცი ხარ. თუ სხვის შეცდომებზე სწავლობ, მაშინ გენიოსი ხარ რა. ანუ ხო, რა თქმა ის სიტყვები შეიძლება კი არ არის ეს, მაგრამ ნუ ის მეუბნებოდა ხოლმე ხშირად, უბრალოდ ამას მიმეორებდა რა და მართლა ეგრეა. მე მაგალითად ჩემი შეცდომები დამჭირდა ბევრი. რომ მესწავლა ჯგუა რა, მაგრამ ვისწავლე რა, ხო ხდები, ანუ სხვებზეც რაღაცები გამითვალისწინებია, არა ყოფილა ისეც, მაგრამ ჩემი შეცდომა უფრო მეტი მოხდა დაშვებული, ვიდრე სხვისაზე ნასწავლი და შესაბამისად იმედგაცრუება არის ამის საჭირო, რომ გაკაჟდე რა, გამოიწრთო მართლა ოღონდ, იმიტომ რომ ერთხელ რო გაქვს იმედგაცრუება 2ჯერ, 3ჯერ, 4ჯერ და ხდები ძალიან მძიმედ, ხდები? მე-5 და მე-6 უკვე რაღაცნაირად იმუნიტეტი გიმუშავდება. კი შეგვაქვს წყის იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ ისე აღარ არის, ხდები? და შემდგომ და თან სწავლობ რა, ანუ შეცდომებიც ხო ერთგვარი იმედგაცრუება, ხო, რაღაცას შეცდომას რო დაუშვებ, იმედი გაქვს გაცრუებული ადამიანს რატო ვქენი და ანუ ეს კომპლექსურად ვთქვი რა. შესაბამისად კიდევ იღბალი, ნუ იღბალზე ხომ მგონი ახსნა ერთი ზოგადად იღბალი რომ
ეხლა ჩვენგან დამოუკიდებელი დამოუკიდებელი თუმცა მაგრამ მაინც შრომით მოდის შრომით დასაწყისშივე ვქნა თუ ბევრ შრომობ იღბალიც გახლავს თან და თუ არ მოგეხმარა რაღაცეებში, ნუ ისე ძალიან რთული ამბავია. სწორ დროს სწორ ადგილას. ხო, იღბალია მე ეგეც რა, შესაბამისად მე მეოთხე, მეხუთე ის თქვი რომ ოჯახი. ნუ ეხა, ოღონდ ეს არ მაქვს დაალაგებული, მაყურებელსაც მინდა უთხრა რომ ანუ რომელია პირველი და რომელი მეორე. ანუ ეს არეულად ლაპარაკობ. ხო ხდები, ანუ თანმიმდევრობა არ მაქვს, თორე ეხა დაუშვათ პირველი როგორც მართლმადიდებელისთვის უფლისწყალობა, ოჯახი, მეგობრები, მე იმედგაც რომ ისო ლაპარაკობ არეულად. ოჯახი, ანუ ოჯახი თუ არ დაგიდგა გვერდში და თუ შენი არ სჯერა და თუ შენი შეცდომით არ შეუყვარდი და შენი შეცდომები არ გაპატია, თუ რაღაცა მხარი არ დაგიჭირა, სწორი მიმართულება არ მოგწა ასე შემდგომ გარდაუვალია, იმიტომ რომ ოჯახი ერთადერთი ადგილია, სადაც უყარხარ ყველანაირი, სადაც ყოველთვის ჯერათ შენი და სადაც ყოველთვის გულწრფელად უანგაროთ შენთვის კარგი უნდათ. არამხოლოდში უბრალოდ უნდათ რომ იყო ბედნიერი. და მეგობრები, გულწრფელი მეგობრები და არა მხოლოდ. ანუ ცუდი მეგობრებიც არსებობენ ცხოვრებაში, ნუ შეიძლება ახლა აღარ არიან ჩვენ, მაგრამ იმ მომენტში ხო იყვნენ, ისინიც გზრდიან და ის მეგობრები, ვინც დღემდე ბოლომდე შენთან არიან და მე მაქვს ბედნიერება, რომ ძალიან ცოტა მეგობარი მყავს დაკარგული. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს შეიძლება რაღაცნაირად დროის გამო დაკარგული ან რაღაცა არ ვიცი შემთხვევების გამო პირობითად, მაგრამ საბედნიეროდ ბევრი მეგობარი არ დამიკარგავს რა. ანუ რამოდენიმე, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი და ვუფრთხილდები ხოლმე და მადლობა გმოსთო დღეს ჩემი მეგობრები, ბევრი ჩემთან ერთად არიან, თქვენ მათ შორის არ ხართ და კიდევ ახლა კაცს მიღმა რამოდენიმე ვიყურებს და კიდევ ვინც კაცს მიღმა ხო ეს აქ არ არის სტუდიაში. აი ეგ ადამიანები, იმიტომ რომ ისინი ყველგან მოდიან რა. თუ ზუგს ვინმე არ გიმაგრებს, თუ ვიღაც შენი იდეის არ სჯერა და არ მოყვება ბოლომდე ამაზე და არ არის შენი დასაყრდენი, ხო? მაშინ მარტო კაცი ხო იცი ჯამაში წოდვა შესაბამისად რაღაცა მიზნის მისაღწ. ანუ ეს 6 კრიტერიუმი გამოვიდა. მან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეხა ეს საკუთარ თავს აფასებს გიორგი ეხა და მაგას თვის მაგრამ ჩვენ ხო გარედან უყურებთ ამ ყველაფერს და ბოდიში გარედან უყურებთ ამ ყველაფერს და გარედან ვაკურდებოდით ერთმანეთს რამდენი ხნის განმავლობაში რაც ვიცნობთ და მართლა ეგრე არის. არასდროს არ ყოფილა ისე რომ პირობითად ახლა გიორგიზე ვსაუბრობ და გიორგის ეგრე ის ქონოდა რომ აი რაღაცა იმედგაცრუება, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ მის წარუმატებლობას მოვსწრები ვარ, ისიც მოსწრებია ჩემსაც და ანუ ეგ არ ყოფილა ის რა დამოუკიდებელი რამის რა. იმიტომ არის ხო წარმატებული რომ ძალიან წარუმატებელი იყო ბევრჯერ და მაგით არის წარმატებული. ეგ არის მთავარი მუღამი და ამაში ვგულისხმობ ყველაფერს და ძალიან კარგია. არ უნდა გაბოროტდე რა. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. ანუ არასდროს ანუ კეთილი შურიო ხო ის თქმა რომ იცი არ არსებობს ჩემს არანაირი შური კარგი. ანუ კეთილი შური რა უბედურება, ანუ კეთილი კარგი ცუდი მინდა შენთვის. ანუ რანაირ ცუდი თუ გინდა, ესე იგი კარგი აღარ გინდა, ხო, ჩემთვის, ანუ იგივეა კეთილი შური რა უბედურება. კეთილი შური შურს ვასთავს ვიправებენ ხოლმე, მაგრამ არ შურს ვაფშე კეთილი შური, ანუ არანაირი შური. ზრდილობიანი შური არის კეთილი. ხო, მაგრამ ეს შეიძლება ადამიანურად რაღაცა იყოს შენში, რომ აი ვიღაცამ რაღაცა გააკეთა და მაგრამ იმაში კი მოძებნი პრობლემას. შენში მოძებნე რა, ანუ ესე იგი შენ დააკელი რაღაც შენ თავს და თუ გაბოროტდი კაც მე მქონია კაც ცხოვრებაში მომენტები რომ რაღაცა ხო ხდები რომ აუ ეს რატომ მოხდა ასე და პირობითად ხარ ან მიფიქრე აი ნიკამ რო ესქნა მე რატო არ ვქენი ანუ გამჩენია შეკითხვა მაგრამ მე რო ხდები რომ ეს ჩემი ბრალია გაიგე და გაბოროტება ადამიანს ნახე შეიძლება რაღაც პერიოდი მოგიტანოს ამან იმ ადამიანთან მიმართებაში ვიზეს ბოროტდები ხო ხდები რომ გაგახაროს რომ იმადახოთ რაღაც ფეხი წამოკლას მაგრამ საბოლოო ჯამში ბუმერანგია რა გაბოროტება შენ თვითონ გსპობს ისე გალპობს შიგნიდან რომ საერთოდ ვერ ხდები ვაფშე ვერ ხდები და ის ტიპი რომელიც ეგრე არ გიყურებს და უბრალოდ შენ გეხარია მისი სული ის უეჭველი წამოდგება ისევ გაიმართება იმ ფეხის წამოკვლის შემდეგ და შენ შიგნიდან იქნები აი ხო იცი და გარნილი ვაშლი რომ დიდი ხანი გარედან ხო იცი ანუ შავდება თუმცა ის კაია ყინა აქ იქ ხო რა მაგ დროს აი შიგნიდან ვწერბი რა და შესაბამისად აი ეგ არ უნდა დაკარგო არა აი მან მე ერთი აი თქვენ ეგეთი მომენტები ბიჭები ხართ სამივე მაგ ამბავში აი ეს ცოტა კი მაგაშორის ამ თემებზე კამერის მიღმაც გვისაუბრია ამ ბოლო დროს გასაკუთრებით მაგრამ ერთ-ერთ ხას მივყვებით ვინც ითმენს ის იგებს ეგ არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ უნდა და არ არის საჭირო რომ რაღაცას გაუძალიენდე რაღაცას
ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა და არ არის აქ ჩვენი ჩარევა საჭირო. ვინც რასაც ეკუთვნის, ვისაც რა ეკუთვნის, იმას მიიღებს. ხო, არ არის ჩვენი გადასაწყვეტი რა. ცუდად მოგვექცევა ადამიანი, მოგვექცევა. ხო, დანიკოშ, მე მინდა რომ მეორე საკითხზე გადავიდე. შენ ხარ რა მეკითხა? მე კითხვა არ მქონდა, მაგრამ ისეთი გულწრფელი იყო გიორგი, რომ მეთქი ეს გულწრფელობა ბოლომდე ხო არ ვისარგებლოთ მეთქი ამ მომენტით მეთქი და ჩვენი კითხვები რო გვაქვს მომზადებული მეთქი ხო არ დავზრად ეგ საკითხი მეთქი, მაგას ვფიქრობთ. ნაჯახი კითხვები? ხო. კი ბატონო. რა პრობლემაა? იმიტომ წარმოიდგინეთ ძალიან გულწრფელი არის ადამიანი, გულწრფელად გვესაუბრება და ჩვენ ამ დროს მომზადებული გვაქვს კითხვები. ჩვენ რა ხა ჩვენ ახლა ძალიან ესეც გამოგზავნილია? არაფერს შუაში არა ვარ. აქ კითხები მართლა ჩვენ არაფერს შუაში. ვინა? იქაც არ ვიყავით, მაგრამ ვინა ყველაფრის შუაში? ჩვენი გამყურებლები, ჩვენი გამომწერები, რომლის რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება და აი ეს ჩვენი გამომწერები გვიგზავნიან შეკითხვებს ანონიმურად. შენს უკან იქნება თუ არ ვწდები თორემ ბრაუნის ინფერნო ნახე. ანუ ნაჯახის ფორმა აქვს შეკითხვას თუ შინაარსობრივადაა ნაჯახი? როგორი კითხვა ის? ესე პირდაპირ ვერ გკითხავ. ხო, მე მაგრამ ვიღაც მოდის და გეკითხება რა. კი, ეგ არის. და შეგვიძლია გადავიდეთ ამ რუბრიკაზე ძალიან მარტივად რა, ანუ ამოიღებ და შენინებაა რა, გინდა უპასუხებ, გინდა უპასუხებ. ხო, ორენჩ უნდა უპასუხო რა. აბა შენინება გინდა უპასუხო, გინდა რა დამოყვა. არა, შენინება გინდა უპასუხო, გინდა უპასუხო. უნდა უპასუხო. უნდა უპასუხო რა, ამოიღე კითხვები. ხმამაღლა წაიკითხე მაყურებელმა რო გაიგოს კითხვა. აი, ახ, საშინელი კითხვა, ვინ დაწერა ეს კითხვა? subscriber-მა. subscriber-მა ვინმე ლანა. რაო? აბა რას გიქცევი? შენი საყვარელი მტერიო. აჰა. აი. ზოგადად ეს ისეთ შეკითხვა რომ ან უნდა უპასუხო კონკრეტულად ან საერთოდ უნდა უპასუხო. ნახოთ. ჩემი საყვარელი ანუ ეგ არის ალბათ რომ მტერის მოღამე ხო ეგა თან იფიქრე ხა და მე ვლაპარაკებ. არა მე თავში მაქვს თუ გავგუგვე. ხო და მე ვამბობ ეგეთას რომ მტერი არის რომელიც ის რა ქვია გზრდის რა ეგეთი მტერი. კი არა მე ის არის სამყარო ეგეთი მტერი. აი ამ ყველაზე პოპულარული პასუხი არის ხოლმე აი ვერ გამოვარჩევ. არა შეიძლება ვყავს აქ მოსული შეიძლება ვყავს იმიტომ რომ ალბათ ვყავს დარწმუნებული ვარ რომ ვყავს უბრალოდ იმიტომ რომ ყველას ყავს ეგეთი ადამიანი მithumetes როცა რაღაცა სრულ ადამიანს მithumetes და ასე შემდეგ მაგრამ კონკრეტულად საბედნიეროდ მე არ მახსენდება შენი საყვარელი მტერი აი ესე ჩემი მტერი იყოს გაიგე ვიღაცები ცდილობენ შეიძლება მაგრამ ნაკლებად აღვიქვა მტრად ან არა ის არ ჩემი მტერი და არ ჩემი ტოლი შესაბამისად და ანუ საყვარელი მithumetes არაა და ვიღაც ადამიანები არიან ალბათ ჩემ ცხოვრებაში ვის მიმართაც შეიძლება არ გამაჩნია სიმპათიები ანუ რაღაცა ხდება მაგრამ მტერი მათი არ ვარ მე ანუ მე შეიძლება არ მომწონს მისი პოზიცია პირობითად რომ მისი რაღაც აზრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მისი ცხოვრების წესი შეიძლება არ მომწონდეს ხდება შეხედულება მაგრამ მტერი არ ვარ ეხა მისი რა და თუმცა შეიძლება იყო გამკრიტიკებელი. აიგე? ოღონდ ჯანსაღად და არა ისე რომ რაღაცა ისეთ ამბობს. მე თუ მყავს მტერი და ალბათ მეყოლება რა ვიცი. მადლობას ვუხდი რომ მათ ჯინაზე აუცილებლად გაცილებით კარგად ვიქნები მეც და ყველა ჩემი ირგვლივყოფი ადამიანი I promise. მას დავდებ ის ხო ეს. კი ბატონო, ხო ნაჯახი ხო გამართა ეხა ისეთი კითხვა იყო. ხო, მონაჯახო იყო ეს ხო. ჭკვიანი ხარ? აი ეს ამ ტრის დაწერილი ხო? ჭკვიანი ვარ თუ არა ამის. საკუთარ თავზე არ ამბობენ. არა. კი ვარ. ჩემზე გაცილებით ჭკვიანებიც არსებობენ დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრი იქნება და მეც ვიცნობ ჩვენც ვიცნობ თუმცა ჭკვიანი ვარ შტენ ნამდვილად არა ვარ. არა შუალედი ხო არის? რა არის შუალედი? წერს და ჭკვიან შორის. რა არის შუალედი? ჩავალებოთ მოძრავნე ადამიანი. მოჭკვიანი. ანუ არ ხარ სულელი, ან ხარ ჭკვიანი. შუალედი არ არსებობს, თორე შუალედს ვიტყოდი, ხო, ჩემზე. ანუ აი ნახე, ხეიდა ხო არ ჭკვიანი ხო არ ნიშნავს განათლებულს. არა, არ ნიშნავს აი. მე მაგას გეუბნები. ანუ თუმცა ვთვლი რომ რაღაც დოზის განათლება ბევრს ამათ აზროვნების საკითხთან მაგრამ ხო, ანუ საშუალო ჭკვიანი რა არის? ჭკვიანი და მე არის ანუ არ ვიცი.
არაჭკვიანი. იცოდეთ მაინც ვინ დაწერა ეს, რომ ჭკვიანი ვარ. ბინებდით შეკითხვა. ანუ ვარ, იმიტომ ვარ. ჭკვიანი ხარ ხა, ჭკვიანი ხარ არა. იმიტომ რომ შენი შესაძლებლობები რაც ქონდა, ცხოვრებაში გამოიყენე. ხო, ჭკვიანი ვარ, ეხლა ხომაღალი ნათქვამი არა, ჩემი ეს და ვინ არ ფიქრობს, რომ თუ რაღაცას აკეთებ და რაღაცაში ცოტათი მაინც წარმატებული ხარ, ეგ გარდა იმისა, რომ ნიჭის, გამართლების, რაღაცა ოჯახის წეგანი კრიტერიუმი ჩამონათვლის გარდა, ჭკვიანი ცხარებული გააკეთებ. ხო და როგორ არის, ნახე, არსებობს ადამიანები, ვინც იტყვის, რომ ჭკვიანი არ ვარ. ხო, და თუ ვინმე იტყვის, რომ არა, იცი რა, ახლა მე ჭკვიანი არ ვარ, ანუ უეჭველი მათებს. არ ფიქრობს, უეჭველი ჭკვიანი. ხო, მასა არა, სხვანაირად ფიქრობს, ხო და უბრალოდ შემდეგ რა ხდება, ნახე მე გეტყვი ხა ჩემაც, ნახე, არავინ არ იტყვის, რომ ჭკვიანი არ ვარ არასდროს, ჩემი აზრით. უბრალოდ მე ხალხი აფასებს ვინ უფრო ჭკვიანია და არის თუ არა ჭკვიანი. აი ზუსტად იმას აქვს ნათქვამი რა, დოჩანაშვილს რომ მაგალითად ღმერთმაო რა, აი რაღაცებს ხო მაგალითად ხო არის რომ აი ზოგი მაღალი, ზოგი დაბო, ზოგს ესმის, მაგრამ აი ყველას აქვს რომ აი იმ ეთქვი რომ აი რა დაგაყლდა რა და პირობითად ცოტა მაღალი ყოფილიყავ რაღაც. ერთ-ერთი რაღაცა რადგან ძალიან არ წუწუნავს ეს არის ჭკუა. არავინ არ იტყვის ჭკუა მაგლიაო. ანუ ესეთი ის არის, იმიტომ რომ ეგრეა რა, ხო, ანუ იმიტომ რომ ყველა თავისი აზრიდან უყურებს იმას, რა ხო ხვდები, მაგრამ ის როგორც იყენებს ახლა მაგალითად გიორგის შემთხვევაში, იმიტომ არის ეგრე და იმიტომ ფიქრობს და მართალის არის, რომ ყველა შესაძლოა გამოიყენა. ანუ ეგ არის რა, ხო რა. ანუ მე არ ვამბობ, რომ ჩემს მეტად ჭკვიანები არიან, ძალიან ბევრი, თუმცა მე რაღაც დოზი ჭკვიანი. ჯობნი ყოველთვის არსებობს რა. ძალიან კაი პასუხი. აბა შემდეგი შეკითხვა. ეს რა მხელა. როცა კირას გაღვიძებია ღამე ტირილი, თავი თუ მოგიძინარ მოუხჩი. მოგიძინარებია იმ იმედით, რომ ნინი მიაქცევს და ყურებელს. ეს ნინი დაწერა შეგიძლია? არ ვიცი, რომ ნინი თქვენი არის subscriber-ი თქვენი ერთ-ერთი გაუწერი. კი გენიკიო აი როგორ შემდეგ კოპილაიგრე. გადავა ხო? არა მახო ხამალი. ტრანერი კითხი შეხედა. შუალეთში გავარ. გარო ჩაეძია. აი ეს არის ისა რამდენი სქესი არსებობს? ხო ძალიან ისეთ ეხა ამ ბოლოს ვახტა ძალიან ისეთ შეკითხვა აქტუალურია და ძალიან პროვოკაციული კითხვა არ მუშაობ ამ ორი არსებობს რომელი და რომელი? ეხლა რა ვეთქას ტრანსგენდერი და ხალი. ანუ არა ფაქტობრივად რატო გახდა ამ ბოლოს ძალიან აქტუალური ეს საკითხი? აი აქამდე რატო არ იყო აქტუალური და რატო არის რომ დონალდ ტრამპიც კი პირველი სიტყვები მისი ეგ არის. ბიჭო, იმიტომ რომ შეიშალა სამყარო ეგეთი რაღაცეები და აღარ შეიძლება იგრე. ზოგადად ყველაფერი არის ჯაჭვური რეაქცია რა. ანუ ვიღაცა იწყებს, მერე ვიღაცა აგრძელებს ამ ყველაფერს, მერე ასე აგრძელდება და ჯაჭვი იქნება ეგრე რა. ანუ ყველაფერში ეგრეა ჩემი. მოიცა საიდან იქნება ჯაჭვი დამანახე? აი ასე იქნება რა. ხო, ჯوان ეგ არის ძალიან ფართოდ რაღაცა გასაშლელი თემა და სასაუბრო შეიძლება. ალბათ ერთი ცალკე პოდკასტი რომ უძღავთ და პოდკასტი არ გეყოფა ჩემი აზრით, თუმცა ჩვენ აი მოკლედ რომ ვთქვა. აი მე არის გლობალიზაციის ნაწილი. ხო. ანუ ესე იგი ნახე ყველა ადამიანს ხო გვაქვს რაღაც ჩვენი ღირებულებები, ხო? გვაქვს ჩვენი ღირებულებები, გვაქვს ჩვენი სიწმინდეები, გვაქვს ჩვენი კულტები, ესე იგი მოცემულობა რაღაცეებზე ვიცით რომ ეს უეჭველი ასია და მიდის ამ ყველაფრის ჭყალებში რო გითხრათ გატრუხება. ანუ მე შეურაცხავი შენი რწმენა, შეურაცხავი შენთვის მისაბაძი ტიპი, შეურაცხავი შენი მეფე, ეჭქვეშ დაგიყენე ძალიან მარტივი რაღაცები, რაც უეჭველი ვიცით პასუხები. ორჯერ 4-ია დაგიყენე კითხვის ნიშნის ქვეშ, ანუ ეჭქვეშ დაგიყენე, გაიგე რომ 2-4-ია? ხო, თავიდან კი მითხარ რომ 4-ია, მაგრამ მეორედ რა გიგვი 2-4-4-ია? კი 4-ია, თავი მე უკვე ცვალე 2-4-4-ია და მე უკვე გაგიჟდა რომ 2-4 მართლა 4-ია. ანუ ხვდები? ანუ მიდის გლობალურად გატრუხება თქო, ხო, კარგი სიტყვა, ანუ არ არის ქართული ხო, მაგრამ აჯდება უბრალოდ, ანუ გაუფასურება.
და ეჭვ ქვეშ დაყენება. იმიტომ რომ ადამიანს რაღაცაზე დაეჭვო ადამიანი ხო ძალიან მარტივია. ხო ძალიან მარტივია. და შესაბამისად აი მიდის ჩვენი დაეჭვება რაღაცაზე და დაეჭვების მერე უკვე ეს გადადის მოცემულობად. რომ თუ აი ნახე პირველი ეტაპი არის რომ თორნიკე დავაეჭვე მე 2-ჯერ 4-ია. მერე უკვე დაეჭვების მერე თორნიკე დავაჯერე რომ 2-ჯერ 2 არის 7. დაიგე? ანუ რეალურად თან დაუსაბუთებ. თან ხო, ანუ უსაბუთებ, იმიტომ რომ თუ ეჭვი შეიტანა ამ ჩემს ნათქვამს შევატანინე ეჭვი რა, თორნიკე დავიყოლიე და დავავერბოვკე. უკვე მერე манипуляციას ვახდენ მარტივად და შესაბამისად, ანუ ეს პროცესია და საკითხი დგას ასე რამდენად დაგვაჯერებენ რაღაცებს, რაც რეალურად არ არის. და ისინი გვეუბნებიან რომ რეალობა ესაა რა. ანუ ალტერნატიულ რეალობას ქმნიან, გაიგე? თავიდან გიგინებენ, თავიდან ესე იგი რაღაც ეჭვქვეშ გაყენებენ და მერე უკვე გაჯერებენ თავისას რა. ანუ ტიპი რაღაცას რო ამბობ რომ ანუ მარტივად აი მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მარტივია ხო? ყველას ალბათ მარტივია ეგრე უნდა იყოს ხო და ძალიან მარტივია ეს ხო ყველას ნუ უყვარდეს თავისი ოჯახი. ეხლა მე თუ ასე ვფიქრობ, შენ შეგიძლია რომ 100 კაცი მოიყვანო და 100 კაცმა მე ამაზე რომ დამწინოს, რომ ოჯახი უყვარს, ნუ კი მე ამ შემთხვევაში არ შევიცვლი ჩემს, იმიტომ რომ მიდის ჩვენზე ასეთი ეგრეთ წოდებული ბულინგი, მაგრამ ის ეშინია მაგ ბულინგის, ანუ ვიღაცებზე, ანუ 100 კაცი ამ ფსიქოლოგია, რომ ანუ 100 კაცი თუ რაღაცას დაგცინის, თუ ცოტა ფსიქიკურად არ ხარ მდგრადი, შენს მე უკვე ეჭვდები რომ ჩვენს მართლა უნდა მიყვარდეს ეს ოჯახი, იქნება ოჯახის სიყვარული. მე როგორ ვარ მართალი და ეს 100 კაცი რანაირად არ არის მართალი და სირცხვილია ბიჭო, ხო და მოდი მეც ვიტყვი რომ გამორჩეულობას მირჩევნია რომ ვიყო მათთან და სულ არ ვატანდე აზრს, მაგალითად ძალას, თავს, ფიქრს, გაიგე? ანუ ეგ თემაა და შესაბამისად, ანუ ტიპები რეალობაზე გაჯერებენ რომ სხვა რამეა რეალობა რა და მიყავხართ იქით, ანუ მასობრივი манипуляციის ამბავია და შესაბამისად მაგიტომაც დაიწყო ეგ თემა ტრამპმა. ანუ გვარწმუნებენ ტიპები რომ ბევრი გენდერია. ანუ სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც, ბუნებრივი თვალსაზრისითაც, ნუ რელიგიურით, ბუნებრივით, რავი, ფიზიკურად, რავი, ნებისმიერის მეცნიერული თვალსაზრისითაც, ანუ არსებობს ორი გენდერი, რომელსაც შეუძლია რომ კიდევ ერთი სიცოცხლე შობოს ამ ქვეყანაზე და ასე გაგრძელდეს, და განვითარდეს, გამრავლდეს და ასე შემდგომ, ხო? ანუ 8 მილიარდი ვარ დღეს, ხო? ანუ სხვა მოცემულობა რო გქონოდა რეალურად, ხო? ანუ იქნებოდა, რავი, 100 მილიონი, მაგრამ იქნება ეგ მთელი პრობლემა. რომ არ უნდა ვიყოთ 8 მილიარდი, მე არ წოდადეს ძალიან მეში წავედი. თავარი ეგ არის რომ შენი იდენტობა უნდა გაქრეს. ანუ მაგის თავარი ის არის, რომ ისტორია დაგაუწყდეს რაღაცები. ტრამპმა რო თქვა რა, ორი გენდერი არსებობს, ეს იმოქმედებს მსოფლიოზე ტრამპის ნათქვამი. აუცილებლად. ლიბერალურ სამყაროზე იმოქმედებს. კი, ანუ შესაბამისად აყვებიან მეთქი მსოფლიოს სამყარო ქვეყნებზე იმოქმედებს. ადამიანებს ყველაფერში ჭირდებათ გმირები. ხო იცი პირველი ტიპი, ვინც რაღაცას დაიწყებს. ანუ გარისკავს, ან რაღაცას იტყვის, ან რაღაცას დაწერს, ან რაღაცას ხვდები პირველი შეჭამს, ნებისმიერ ამის პირველი ტიპი რა. და მე უკვე ვიღაცებს რო ყავთ უკვე მაგალითი, მე ვიღაცებს გულიც ეძლებათ, გაიგე, რომ თავისი აზრი დააფიქსირონ და აი ამ ტიპს წაყვნენ რა და ტრამპი გაიჩნდა ეგ მასტი. იმიტომ რომ ნახე, აქამდე თუ იყო რომ ჩვეულებრივად დაბალანსებული იყო ყველაფერი, ხო? ანუ რამოდენიმე წლის წინ სოფლიოში ალბათ, ნუ ყველაფერი არა, მაგრამ ნუ საერთო ჯამში რომ ანუ ვიცოდით რომ ლიბერალური შეხედულებები და კონსერვატიული შეხედულებები, ანუ ყველას თავი ესე ვთქვათ, თავისი წრე ქონდა, სადაც ამ ყველაფერს აზიარებდნენ, სადაც ამ ყველაფერზე საუბრობდნენ, სადაც ერთსაც ყავდა თავისი მომხრე, მეორესაც ყავდა თავისი მომხრე და ეს რაღაცნაირად იყო დაბალანსებული. მე უცებ წამოვიდა და ორივეს აქვს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება და ორივეს აქვს თუ ეს ფაშიზმში არ გადაგდის და ფანატიკოსობაში უფლება რომ თავის თემაზე, თავის შეხედულებებზე ისაუბროს, შენც მათ შორის გელაპარაკოს, შეეცადოს რომ შენც მისნაირი გახდე, ოღონდ მხოლოდ შეეცადოს და არა ის რომ შენ თუ მისნაირი არ ახარ, რომ შენ აპრიორი უკვე всё ცუდი ტიპი ხარ, გაიგე? აქამდე ესე არ იყო და ეხლა წამოვიდა ეს რომ აი ხო ხტები ეს ფსევდოლიბერალური ამბავი რომ თუ შენ არ ხარ ჩემნაირი ხარ ცუდი, თუ შენ ჩემნაირად არ ფიქრობ ხარ მოღალატე, თუ შენ რაღაცას ისეც არ აკეთებ, რასაც მე ვაკეთებ, ნუ არ ვიცი საერთოდ ხარ გოიმი, გაუნათლებელი, რავი, აქ ჩვენთან ისა მოდაში შემოსული რომ ის ახარ, რა ქვია, რუსი, თუ რა ხო, რაღაცა იძახი ხო, მოღალატე რუსი, რაღაც დებილობებს, ხო?
ანუ ხო ეგ აუცილებლად დასაბალანსებელია. მე კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა სადღაც უნდა შევიწროდეს. არა, უბრალოდ ისე უნდა დაჯდეს ბალანსი და ეს ბალანსი რო დაჯდეს, ძალა ცოტა კონსერვატიული ღირებულებები უნდა წამოიწიოს, რომ გაუთანაბრდეთ ცოტა გადაიწიოს. ეხლა რომ აი ხო ხტები, ასე თუ იყო, ეხლა ასე გახდეს რა, რომ რაღაცები ნახე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მაინც ახლა დედამიწაზე რა, სხვა წამყვან ქვეყნებთან შედარებით, რა მაინც პერიფერიული ზონა ვარ, რა, განვითარების დონით ეგრე არის. ეხლა ამას ძალიან დიდი ხანი ვერ შეცვლი, იმიტომ რომ ისტორიის განმავლობაში არ ქონდა მაგის შესაძლებლობა, რომ ისე ყოფილიყავით რა. და ეხლა რა ხდება? იქით რაც ხდება ხოლმე ამერიკაში რა, ის მერე ჩვენთან არის ხოლმე დაახლოებით ის პროცესი მიმდინარეობს, მერე ოღონდ ცოტა მერე რა, ანუ და გავიდეს 1-2 წელი რაღაც ის მოდის მერე ჩვენთან. დაგვიანებით. ხო და აი ახლა ეგ მე რა მომწონს, ახლა გეტყვი რა. ეგ ახლა ტრამპმა რას თქვა და ეს როგორ შეუტია ლიბერალურ სამყაროს რა. ანუ როგორ რაღაც არის იცი? აი ამოხეთქვა არის იმ გაბრაზების ამდენი ხანი დაგროვდა, ჩემი აზრით. დაგროვდა იმით, რომ უბრალოდ არარეალური რაღაცების დაჯერებით უნდათ რომ სოფლიოში რაღაც აზრები ყოფილიყო მთავარი. და ეგ სოფლიოს საერთოდ სხვა სადარდებელი აქვს დღეს და არა ის თუ რამდენი გენდერი არსებობს. ამაზე რო საუბრობთ, უბრალოდ ის არის რა, მართლა, ხო ხტები? ეს არის მთავარი თემა ახლა სოფლიოსთვის. მაგრამ იმდენად ამოხეთქა, რომ ანუ თქოსო ორია, გადავედი სხვა საკითხებზე. თან მან თავარი საკითხები ისა რომ მაგნაირ თემა აი რო შემოვაქვთ თუნდაც შეკითხვა რომ რამდენი გენდერია, ხო აი მართლა მაგაზე რო ლაპარაკობთ, ხო ძალიან სასაცილოა, მაგრამ სამაგეროდ ამითი რაღაცა ყურადღება გადააქვთ და სინამდვილეში მე იქ უკან სხვა რაღაცები ხდება. ანუ შენ გაგოვლე. ხო, კი ბატონო, გადალაპარაკები და ბაფიქრები სისულელეებს და სინამდვილეში იქ გულისებს მიღმა საერთოდ სხვა რაღაცა. მიდის იმაზე ანტარქტიკას რომელი დაიკავებს. რუსეთი, ამერიკა თუ ჩინეთი. ანუ ხო ხტები ეგ ამბავე და შესაბამისად ნახე როგორ არის, თუმცა ჩვენ ვიყავით პირველი, ახლა მაგრამ ეგ ვთქვათ არ დაუკარგოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს ქართველებს, რომ ამერიკაში სანამ დაიწყებდნენ ლიბერალურ ესე ვთქვათ ლიბერალურ ფაშიზმთან ბრძოლას და ეგრეთ წოდებულ ხო იქ როგორც თუნდაც სოფლიო პრობლემა აღმოჩნდა ჩვენ გვეგონა ჩვენთან აღმოჩნდა ხო და შესაბამისად რაღაცა ოჯახური ღირებულებების წინაპლანზე წამოწევას და ეროვნული იდენტობის წინაპლანზე წამოწევას, ღირებულებების წინაპლანზე წამოწევას ჩვენ დავიწყეთ პირველი. სანამ ამერიკა და ხო აქამდე ხო ისე იყო რომ სულ ამერიკა იწყებდა და ჩვენ მოყვებოდით და ჩვენ დავიწყეთ ეგ, ანუ საქართველოში პირველად იხეთქა იმ თემამ, რომ ანუ ჩვენ ყველანი ვართ თანასწორები და უბრალოდ ვისაუბროთ ჯანსაღად, მაგრამ არა, ეგ ხო ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუ არ შეავიწროვე, თუ არ დააბულინგე, თუ შენ აზრზე არ არის, ანუ ლიბერალური ფაშიზმი ხო რაზეც საუბრობ. და შესაბამისად ჩვენ თქვით პირველი ეგ, რომ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ხო? შესაბამისად ამას მოყვა მე ოჯახური ღირებულებების წინაპლანზე წამოწევთ რომ ქართველები შესაბამისად მოყვება ლოგიკურადაც და ჩვენთვის ეგეთ ისტორიულად ხო სულ მებრძოლი ხალხი ოჯახი გვიყვარს ჩვენი სარწმუნება გვიყვარს ჩვენი ღირებულებები ჩვენი ცეკვა სიმღერა სადღეგრძელო ანუ ისტორია ხო კულტურა და მე ტრამპმა მერე დაიწყო ამაზე რეალურად ლაპარაკი უბრალოდ ჩვენ ამას დაგწინოდნენ გვეუბნებოდნენ რომ აუ თქვენ ისეთ რაღაცებს ამბობთ რომ ვინ გებრძვით საერთოდ ოჯახურ ღირებულებებზე ვინ გართმევთ იდენტობას ის არა ქვია ის ომიგინდა ხო იცი ეს ფრაზები რო იყო სად არის ლიბერალური ფაშიზმი და დაგწინოდნენ ვიღაცები თუ შიგნით ქვეყნის შიგნითაც მათ შორის რომ სად არის ეს რაღაცები მოვიდა ეხა ტრამპი და იგივე სიძახის და სოფლიო პრობლემა აღმოჩნდა და ეხა რატო ეხა სად არის ჩვენ რა უნდა ვქეთიცი ის უნდა დავივიწყოთ რომ დავიცინეთ ხო მაგის გამო უნდა დავივიწყოთ და ვაპატიოთ შემო მაგრამ პირიქით რო იყოს იმათი არ ვაპატიებ მაგრამ რა არის ის სულ ჩვენ რატო ვარ პატიების რეჟიმში კაცო ხო ანუ სულ ჩვენ უნდა ვაპატიოთ რაღაც და თვითონ ერთ რაღაცა მინიმალისტურ პოსტი გავისი მე რა არ მომწონს კიდე აი ხა ეგრეთ რო საუბრობთ რა ეგრე რო ამბობთ რა ჩვენს და ჩვენს რო ვიყოფით მაგაში არა რა თქმა უნდა ხტები ნახე ანუ ვიცი რომ შენ გინდა ის მას აყიქვა ეხლა და თქვა ვინც ეხლა ფიქრობს ოჯახზე მაგრამ ანუ ეგეც სუდია თქო რა ეგ გვიწევს სუდი კი ხტები რასაც მოცემულობა არის სუდი ხო რა აი ჩვენ და თქვენ არ უნდა ერთნი ვართ ყველა გაიგე და ეგ არის მაგალითად 3 დღის უკან ვიყავე ესეთ ოჯახურ გარემოში ძალიან სუფრასთან შევიკრიბეთ ნათესავები და ძალიან დიდი ხანი არ ყოფდა ეს ჩემი ნათესავები ნანახი და ვიცოდი ყველას დროს სხვადასხვა შეხედულებები ქონდა იგი ისხდნენ ადამიანები რომლებსაც ანუ ისეთი შეხედულებები არ ქონდათ ისეთ აზრებს ჩემსას არ იზიარებდნენ და არც მე მათსას მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ რიგში ხო და იმას მოსდევს მე ყველაფერი ახლაც ლაპარაკობ ხო და იცი რა 5 საათი თუ 6 საათი ვიქეიფეთ გავიხსენებთ ასე ვთქვათ ეს ძველი ისტორიები რომ ბაბუები როგორ შეგვედნენ რომ ვიკრიბებოდით მე ვიმღერეთ რაღაცა ვიხიარულეთ ხო ტკივნეული რაღაცა სენტიმენტალური ისტორიებიც გავიხსენეთ შესაბამისად ყველაფერი იყო და იცი რა 6 საათი ისე ვისხედით ერთად და ისე ვსიამოვნებდა რომ პოლიტიკას საერთოდ არ ვისაუბრე
ძალიან კარგი кейსი ხო, ანუ ხვდები და რო გამოვედი. ძალიან იშვიათია და ძალიან იშვიათია დღეს და მაგიტომ ანუ მივხვდი რომ თურმე შესაძლებელია რა თქმა უნდა რომ ისე ვიყოთ ადამიანები რომ პოლიტიკის გულისთვის, პოლიტიკური შეხედულებების გულისთვის როგორც მინიმუმ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ. მე რო ჩემი აზრი მაქვს, მე მაქვს ჩემი აზრი და მყარად ვარ ამას. შენ რომ შენი აზრი გაქვს, შეიძლება შენ გამიზიარო, მეც გაგიზიარო, მაგრამ მე არასდროს არ გადმოვალ წითელ ხაზს შენთან. ისეთ რაღაცას არასდროს არ გეტყვი ან გაგიკეთებ, რაც ვიცი რომ შენ გულს გატკეს თორნიკე, ნახე? მე ხო შენ სხვა რაღაცის გამო მიყვარხარ, სულ სხვა რაღაცის გამო გაფასებ, ხო? ანუ შენს და ხო პირობითად საუბრობთ ახლა ხო? ყველასთან ეგრეა, რომ მე შენ მიყვარხარ შენი ოჯახის გამო, მე შენ მიყვარხარ შენი ნიჭიერების გამო, მე შენ მიყვარხარ შენი შეხედულებების გამო, შენი რაღაცა აღქმების გამო, შენი კაცობის გამო, ხო? და აი ამიტომ მიყვარხარ და ამიტომ გცემ პატივს. ხო, ახლა რაღაცები იგავე. პოლიტიკურად რო შენ სხვა შეხედულება გაქვს, ეს რაღაცები რაც მე ხა ჩამოგიყვარ, ხო არ წასულა, კაცო, ხო შენთანაა ისე, ხო? ანუ პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება გითხრა, კაი თოკო რა, პირობითად, ხო იცი ლაპარაკ, მოატრაკებ რაში ჩემა ეგრე არა და 100-ია, მაგრამ всё, და იმიტომ ასე რომ აგიხსნა, შენ მე ამიხსნა, მაგრამ რო უყურებ რომ რაღაცაში შეიძლება გადმოვიდი ამას და თორნიკეს გული ვატკინო რის გამო? ის რომ რაღაც პოლიტიკური ვაფშე არაფრის გამო არ ღირს შენ მეგობრის, შენი ახლობლის, შენი ნათესავის და არა მხოლოდ მეგობრის და ანუ ადამიანის ზოგადად ადამიანის გულის ტკენა, ანუ ხვდები? ანუ ხო და მან რა ვიცი რა არის ეს რაღაცა ახალი რაღაცაა და აი მაგასაც ვისწავლით რა. თავი ის არის რომ მე ძალიან მინდა და ვფიქრობ რომ უბრალოდ მინდა რომ ეგრე იყოს და იმედია ეგრე არის რომ ყველას ერთ რამე გვამოძრავებს რომ საქართველოს იყოს კარგად. ამაზე თუ ყველა ერთად ვფიქრობთ ხო კარგი იქნება ძალიან. მივესალმები ყველას მაგ შემთხვევაში. თუმცა რაც შეეხება მაგას რა ნახე, აი იმის დაკარგვას, მეგობრების დაკარგვას მაგის გამო პოლიტიკური აზრის გამო მეზობლის, ნაცნობის რა ახალისებს იცი? სოციალურ ქსელში აი როგორ რაღაც შეიძლება ვიღაცა შეაგინო სოციალურ ქსელში. შენი სახელი გვარით, შენ უცნობ ადამიანს. და ამის გამო, ანუ ეს არის თითქოს დაალაიქე რა. არ მოიწონე რა. ხო, ეგრე უყურე. შეგა ნახე, unlike რო არ აქვს Facebook-ს, მაგის გამო ხდება ეგ. ანუ unlike ეგ არის რომ შეგაგინებს რა. და ეს გონე ჩაულებრივია და ანუ ნახე შეგადე მე მაინც მგონია რომ unlike მაინც არ უშველი და ისე. არა ბიჭო, არა, ვიცი ნახე იმას ვამბობ. ანუ ჩაულებრივია, ფუნქციურად მაგას ითავსებს. ანუ ხდება ანუ unlike არის რომ შენი დედა ანუ არა გაგინებს ხო არის unlike. არა, ხო და ზამბირ უყურებ, ახლა ანუ სხვა არა მივხვდი რასაც ამბობს, მაგრამ ანუ შინაარსობრივად ვერ იხარა. მაგრამ ამ ცირებს გინებათა რაოდენობა სხვათა შორის. და ვიღაცამ შეიგინა რა და ვიღაცა ამაზე რომ პასუხს რომ მოთხოვს, შენ ხარ მოძალადი. მოძალადი, იმიტომ რომ დაურეკე, უთხრა შენ ბიჭო აგინე, ვის აგინებს, ანუ ხო ხდება უკა იმის გარომ მოდის. მე შენ ხარ დამნაშავე. მე მქონდა ერთხელ ეგეთი შემთხვევა მართლაც ამბობს. მე მქონდა ერთხელ ეგეთი შემთხვევა, ერთი, ახლობელად სახელმწიფოს სამშობლოა გარდავასო. რაღაცას ბიჭო გაილანძღა რა Facebook-ს. და დაურეკე რომ მეთქი შეხუა რუბერა. მოდი მეთქი აბა ერთი შევხვდეთ მეთქი და მოვიდა და შენ მეთქი ბიჭო ხუა რუბერა. ვისა ხომ იცნობ მეთქი ვინა ვარ? ანუ იხარ რასაკეთებ? მეთქი ვისა Facebook-ზე და არა ბიჭო ასე ეგრევე ხო იცი რომ ისაწყლებ ხოლმე თავს ეგრევე ანუ იქ რო ძამგლები არიან Facebook-ზე და მე რო პირადში რო შევხვდები. იმიტომ რომ ბევრი ხახა დააგონე. მე ეგო Facebook-ია მე შენთვისო კი არ შემიგინებია და კი არ გამილანძღი ხარ Facebook-ზე დავწერე საჯაროს ესე პირადში მე შე რო გაგლანძღო შეგაგინო ეს სხვა არის და Facebook-ში რო შეგაგინო და კიდე აი არ უნდა გეწყინოს ნიკა მე პირში ხო არ შემიგინებია შენთვის ესა ანუ არასდროს შეურაცხყოფა არ ვიმიყენებია არავისთვის მე Facebook-ზე მისი რაღაცა შეხედულების გამო მათ შორის მეც გავულანძღივარ მაგრამ არ მიმიყენებია იმიტომ რომ თვლი რომ ეგ ძალიან არასწორი რაღაცა თუ მე რამე არ მომწონს შენი მოვალ და პირადად გეტყვი რომ ეს რაღაც ასე არის და ჩვენთან რა არის Facebook-ი Facebook-ი ჩვენთან არის ბოროტების ღვარძლის რაღაცა შურის გინების გადმონთხევის და გადრავი ყველაფრის საშუალება Facebook-ს რო სკროლავ ან ბოლოში ხო ვერ ჩადიხარ და მე ვფიქრობ რომ პირველი ქართველი იქნება ვინც მათ ჩავა მე დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში მივხვდებით ყველანი რომ როგორც იმაზე ვთანხმდებით რომ ოჯახის გარდა შენ არ უყვარხარ მეტად არავის ისე მივხვდებით რომ ჩვენი ქვეყნის გარდა და ერთმანეთის დაცვის და გვერდჩინგობის გარდა ჩვენ არავის არ უყვარვართ ჩვენი მეგობარი არ არის არავინ მხოლოდ შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის მეგობრები ქართველები ერთმანეთი გვიყვარდეს და ცუდ და კარგ წამოწყებაშიც ვიყოთ ერთმანეთის გვერდით შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ
და ამას რაც უფრო მალე გავიაზრებთ, მეც, შენს და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა გვიყურებს და არ გვიყურებს, მით უფრო მალე ჩვენი ქვეყანა იქნება კარგად გაცილებით და ვიქნებით ბედნიერნი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რაც უფრო მალე ამას გავიაზრებთ და შევიყვარებთ ჩვენ თავს სხვის აზრს და ჩვენს ქვეყანას. ეგაა ჩემი სათქმელი. კარგად წამოდეთ. მოიცა, მოდი გადავიდეთ. როგორ ფიქრობ, რამდენი წლის ადამიანებით გამოიყურე? გამოვიყურები სადღაც, გამოვიყურები შინაგანად, სადღაც 18-19 წლის ახალგაზრდას იმას და ხავს მინდა რომ უთხრა რომ რა მაგარი დღეს გაქვს დავადებს. კი, მე ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩა კვარაცხელია, კარიმ ბენზემა. მე მგონი ბენზემას არა აქვს. ბენზემას აქვს. აღნიშნა. არა. კვარას და გაბოს რო ერთ დღეს აქვს დავადებს ხოლმე. მე მგონი ნეიმარი. ნეიმარს არ ვაღიარებთ ჩვენ. არა, ნეიმარს და რონალდოს აქვს 5 თებერვალს. რა თქინა ნეიმარი და ბენზემა, ბენზემა მიყვარს ძალიან და ძალიან მომწონს. არა, მაგას ინაცვლოს ჩემი თავი. წარმატებები უსურვოთ პეშეში შეიძლება უკვე კვარინტენა გატანილი აქვს. ხო და არ ხარ გავა ხო. და ანუ 17-18 წლის ვარ, შინაგანად, მაგრამ ხანდახან მე რაღაცას ვხვდები რომ ვარ 32-ის, იმიტომ რომ ესენი არ მიწყობს ხელს. რატომ არ ყავს უფრო მეტი მეგობარი? ვინ გითხრათ რა ბევრი მეგობარი იყო. პრინციპში თქვი ხო, ვიღაცები მყავდა. მე ვარ ძალიან კარგი მეგობრები. თემას გავიარეთ. ბოლომდე ჩემთან ერთად არიან და მე მათთან ერთად და სრულიად საკმარისია. თქვენ კაის გავიცნობთ, რატომაც არა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი ოჯახში. კიო, რა სიტყვი, მე მგონი ძალიან საინტერესო საინტერესო იყო და იმდენი მალაპარაკეთ რაც კიდევ გავაყოთ ერთი წუთი რა. კიო. ერთი წუთი უნდა გავაყოთ. კი, აუცილებლად. ეს წუთი აღარ ეს თავისუფალი თემაა, კონკრეტულ თემაზე არ არის რა, რაც გინდა რა მართვის ხოლმე ხო, ანუ მალაპარაკეთ ერთი წუთს ვაძლევთ და რა თემაზეც უნდა იმაზე საუბრობს ხოლმე. კაი, უცებ WhatsApp-ში ვიტყვი იმას, რა ქვია, რაც მაქვს სათქმელი, ესე იგი რჩევა გაბუზგან. კი ბატონო. არასდროს ესე იგი ყოველთვის ადამიანთან ურთიერთობაში იხემძღვანელეთ თქვენზე გადამხდარი მაგალითებით და არასდროს დაუჯეროთ სხვის დახატულ რაღაც ზღაპრებს რა. ანუ შენთან თუ მინდა ურთიერთობა შენი გაკეთებული საქციელებით ჩემთან მიმართებაში ის უნდა გავითვალისწინო მხოლოდ და არა იმის რასაც სხვა მომიყვება. შენს ამ შემთხვევაში ნუ შენ გელაპარაკებ, მაგრამ ზოგადად კარგი რაღაც არის და ეს 20 წამი 30 წამი და უცებ დიდი მადლობა მერავდვალიშვილს, მილოცა გამარჯვება საკეთა. დიდი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას ახლა პარის სენ-ჟერმენში რომ გადავიდა და ბევრგოლს რომ გაიტანს და მიყვარს და ჩემი ძმები ხარ და თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. ფრანში ბრძოლობს ილია თოფურიას, ალექსანდრე თოფურიას წარმატებებს უსურებ. რუსთაველს ხო? და 09030352 დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ვალალო კოპალეიშვილს ცეკვავებს. ამონათდება, ამოვანათოთ ვალალოს ნომერი და ამოვანათებთ. რომ 0900-358-ზე ვალალოს დაურეკეთ აუცილებლად მეგობრებო. ცეკვავენ ვარსკვლავებში. მე მგონი ძალიან კარგი პოდკასტი გამოვიდა, ძალიან საინტერესო. მე გამოვიდი ვარ ჩვენი ბიჭები ხარ ძალიან ხშირად ვართ ხოლმე სკოლაში. ბიჭები და ასლიანი. ესე 4 დავსხდებით ხოლმე და ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და ძალიან კარგია ეს საუბარი გადავიღეთ ახლა. კი, გადავიღეთ. ამას ვიღებთ. 3 კამერით გადავიღეთ სხვა. ბოლოსკენ ჩვენი სპონსორიც ვახსენოთ. აუცილებლად არომატოსგან გვინდა რომ საჩუქარიც გადმოგცეთ. აი ესე გვიგზავნიან ხოლმე სონოებს და მე მას ვასწავლობ. კი, რომელსაც აიჩი. სადიგენ ვოლტერი აუცილებლად. ეს. გიორგის. მოიცადე? 5? თან ნახე. არომატოს 5. აბა, ეხა ისე ხო არ გაგატანა. ურმესი მადლობა. ეს არომატოსგან შენ საჩუქრად. მადლობა ბიჭებო. საჩუქრად შენ ეს არომატოსგან მადლობა მეგობრებო რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ. დღეისათვის ეგ იყო. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი უფრო მეტი საინტერესო პოდკასტისთვის და შეიძლება უფრო საინტერესო პროექტებიც დავიწყოთ ამ არხზე. ნახოთ როგორ იქნება, რანაირად იქნება. ხო, დამოკიდებულია იმაზე, რომ კი, გამოწერები გვინდა, გამოწერები, ლაიქები, კომენტარები გჭირდება და მადლობა გაბოს სტუმრობისთვის დღევანდელ გადაცემაში. კიდევ ერთხელ მადლობა არომატოს. კარგად ბრძანდეთ. კარგად ბრძანდეთ. კარგად. მადლობა. ძალიან კარგი გამოვიდა. აი,